ჩავიდეთ, თუ სიმართლეს თვალებში არ შევხედავთ და ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ. სიმართლე კი ის გახლავთ, რომ ჩვენ აშკარა კატასტროფის წინაშე ვდგავართ. დიახ, კატასტროფის წინაშე. და იმასაც მოგახსენებთ, რომ ძალიან დიდი ხანია არ გქონია ასეთი საფრთხე, ურთულეს სიტუაცია ჩვენი ერის ისტორიაში. აერამძიმე თვირთი, უდიდესი მოქალაქეობრივი და ეროვნული პასუხისმგებლობა დაგვაწყვეტს ყველას. სწორედ ამიტომ გავუწყობ უაღრეს შეშფოთებას და მინდა, რომ ეს ყველა მიცოდეს, ყველა დაფიქრდეს უბრალოდ საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თბილისში უკვე რამდენიმე დღეა იმართება უნებართვი მიტინგები და დემონსტრაციები. პრაქტიკულად პარალიზებულია ქალაქის ნორმალური ცხოვრება. ცენტრალურ ქუჩებში დიდი დამწყება მოძრაობა. უმაღლეს სასწავლებლებსა და ბევრ სკოლაში ჩაშლილია სასწავლო პროცესი. ქალაქის სხვადასხვა რაიონში ფაბრიკა-ქარხნებთან და სხვა დაწესებულებ ორგანიზაციებთან იკრიბებიან მოქალაქეთა ჯგუფები. ისინი ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ შრომით კოლექტივებზე. ცდილობენ შეაფერხონ მათი მუშაობა მოუწოდებელ გაქცევისა და მიტინგებში მონაწილეობისაკენ. ხოლო დაუყოვნებლივად ხელის ცენტრად იქცა მთავრობის სასახლის წინამორედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ართელი დღე-ღამის განმავლობაში იკრიბება ათასობით ადამიანი. გამოიყენეს სწავლად აფხაზეთში მომხდარი ამბები, არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერები ეწევიან მიტინგის მონაწილეთა უხერხემლო დეზინფორმაციას. აშკარად მოუწოდებენ და აქეზებიან მათ ამ საზნაულებრივ მოქმედებებისაგან. ავრცელებენ პროვოკაციულ ხმებს. ისინი კიდევ უფრო ამზადებენ ისედაც უაღრესად დაძაბულ და ყოველგვარი სამი აზრის კონტროლიდან გამოსულ მდგომარეობას. სულ უფრო მეტად გაისმის ანტისაბჭოთა ანტისოციალისტური მოწოდებები. ისვება საკითხის საკანონმდებლო და დაუყოვნებლივ გამოსადებები. ხდება რო გეძახით დაყრუნდი ადამიანო. გაისმის აშკარა მუხარა. გეოგრები გვეკუთვნის ხელოსანი მეთქი, შეგიძლია გამოიძახო. მაგრამ ჯიუტი რო ხარ აბა? ჩვენ უფლება არ აქვს სასწრაფოდ არ განვიხილოთ ასეთი მდგომარეობა. დღეს ყოველ ჩვენ მე ხო გითხარი შე. დაკაკუნების გარეშე არ შემოხდი მეთქი. ხო გითხარი. და ოთახიდან რო გავალ თავიც ხომ არ დაგიკრათ. მოიცარ ერთი მარინა შენ ჭირინეთი. მოდი. საჯაია 15 წელია მეძახი ჩემთან წამოდიო. წესიერად მოიგებს თორე ავდგები და იმასთან წავალ. გულეთადი. გაკავებს ვინ? წეთი. და როგორი ნაძერალა ხარ ნოდარ? რა? შენ კატეგორიულად გიგრძელავ ჩემთან ესეც საუბრს. მე ვერაფერს ვერ ამიგრძელავ. კატეგორიულად. თალო მე შენი დირექტორი ვარ. დირექტორი, ჩემი ფეხების დირექტორი ხარ შენ, ჩემი. დავეკეთა. წესიერად მელაპარაკე. ოთახიდან. წესიერად ჩქარა. მელაპარაკე. ჩქარა! ტონს დაუწიე. Ragenda Marina. Amazı mövide, şemövide. Şemövide. Şemövide, moysa. Batının adı. Batının adı. Şemövide. Odi.
Привет, Тамаз, როგორია საქმეები? მე არ ვეთანხმები პარტკომის გადაწყვეტილებას, ბატონო ნოდარ. მაგათი დრო მიდის და ფაფხურობენ ახლა. ო, თამას, რა ფიცხი კაცი ხარ, კაცო. აღუპავს ეს ფიცხი. ისევ არ მიიღეს. რა არ მიიღეს? მაგათ უნდათ ყველაფერი თავის სასიკეთოდ გამოვიდეს. თამას, მომისმენე გენაცვალე. არ ვიცი რა, ბატონო ნოდარა. მე მინდა ეს ჩემი დარჩენილი 10 დღე ახლა გამოვიყენო. უხალფასო იყოს თუნდაც. მე ჩემ ქვეყანას ახლა აი გჭირდები. შეადგინეთ წერილი თქვენ. აი გაღარ გამახსენე. მე შევადგენ თუ გნებავთ. თქვენ შეასწორებთ. მე ვიძახი იქ ჩვენი დირექტორის ჩვენ გვერდით არის მეთქი. თამას მომისმენე შენ ხაჭკვიანი კაცი ხარ. მაინდა-მაინც ნუ იაქტიურები. დროა ცუდა. ხო ხედავ? რა თქი? გისმენ დუგლას გალაქტიონოვიჩი? კომუნისტი. როგორ გეკითხოთ? მადლობთ, კარგად. დიახ. აბსოლუტურად გეთანხმებით დაუშვებელია. დიახ. გალაქტიონოვიჩი. ყველაფერი იქნება რიგზე და ხუთიანზე. დიახ. ყველა თავისას მიიღებს, კაცო. რა თქმა უნდა. კი ბატონო, აი ახლავე ამ წუთში დავწერ განთავისუფლების ბრძანებას. დავწერ. კარგი. კარგი. ნათელა. ათასჯერ გითხარი, როცა დაკავებული ვარ, ვერ გპასუხობ მეთქი. შეიძლება ასეთი ჩაჯინება, კაცო. არა. არ მოსულეს ბონდო. მოვა და მაგას ვაჩვენებ, როგორ უნდა სამსახურის აბუჩა თაგდება. სალომე მოვიდა სკოლიდან. ირაკლი რა შევა. კარგია რა, სვამს ერთობა. ლექციებს ასწრებს ამ თავის უსაქმო ჯგუფელებთან ერთად. კარგია რა. კაი რომ მოვაფეხი არ გაადგას რასაც მოგოლ და ველაპარაკებ. დაგირეკავ. გეტყვი. მარინა ერთი ბონდოს სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება დაწერა და შემომიტანა. ბონდოსი? მიზეზი? მიზეზი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა ბოდიელე მიტინგებზე. ქვაბი ვერ მოუტანია, იდიოტი. გასაგებია. მაგრამ თქვენი ცოლი? არ არის შენი საქმე. გამოაჩინა დროება, რომ აი ისინი სულ უნდა გაიწმინდოს. როგორც თქვენი წერილიდან ჩანს, თქვენი სტუდენტობისა საკმაოდ რთული გზა გამოიარეთ. რაიმე პირაწყენას ხომ არ ქონია ადგილი? ველოდა, იყო წყენა. ჩვენ ახალგაზრდებს მოსკოვში ხარ დაგვირილი. იყო გადასახლებები ბევრი ამხანაგი დავხარგე. მაგრამ მაინც აი როგორც ქართული ის პასტოვიცა არის სათელსაქმეველი გზას არ დაკარგავს. და მეც ჩამოვედი ამ ეროვნული საქმისთვის.
იმედია სამთელსაქმეველი მართლაც არ დაკარგავს გზას და დღეს პეტერბურგის უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი პროფესორი მიტროფანე ბედიანიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და ეროვნულ მოძრაობას შეუერთდა. მიდის კომუნისტების დრო, მიდის. ჩვენი იმედი ვიქონიათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, საქართველოში წესრიგი დაბრუნდება, მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრას. ყველა ერთად დავხდეთ, ყველა. ჟამბონდის. კარგად. Sasha, როგორ ახარ? მოდარევა. კარგად, ნიჩი. დასთან დაკავშირებით. მეც მაგაზე უნდა დამერება. ეს ის მიტოა, ხო? აშკარად. რა აზრი უნდა მქონდეს? სახში დაგირეკა? ლიანას? რა მინდა? რატო? რას მეუნერე? არ ვიცი. და შენ რას ფიქრობ, რა უნდა უდევდეს? ამდენი წლების მერე ამ ბოღმა არ გაუვარა, კაცო? არა, მე რას ნერვიულობ, არ ნერვიულობ. კარგი. რა ბოდიში კაცო, ბოდიში პირიქით მე. კარგი, მოკლედ დავილაპარაკოთ, არ არის ეს უბრალო თემა. კარგი საშა. Marina. Badano. Წადე შენ დაისვენე დღეს. მაინც მძიმე დღე ქონდა. კარგი. გასაგებია. საქართველოს არის დღევანდელი ახალგაზრდობა. ის ნორჩები. კაცები. დიახ. რომლებიც კი ბატონო. კანან. კი ბატონო. ერის. რა გაბრძანდება? მომავლის თავისი დღევანდელი. ნახოთ. მართლა წავიდე? ხო, ზად დაისვენე. მძიმე დღე ქონდა მაინც და გიშვები. რამდენიმე დღე აგრძელდება მართალია. კარგი. გამოწვეული იყო აფხაზეთში მომხდარი ამბებიც იყო მათი გამოძახილი და სრულიად სამართლიანი რადგან ეგრეთ წოდებული ახალთა ერილი შეურაცხყოფილი იქნა მთელი ჩვენი ხალხი რომელიც არა მხოლოდ დღეს ალო არამედ თავისი ისტორიის მთელს მე ვარ ყოველთვის გამოირჩევა არ მოგენატრე შენც მოგენატრე მე რას ფიქრობ და რო გაიღვიძო რაც გინდა კონიაკი ღვინოც მაქვს რო იცოდე ბონდოს სრემლები კარგი შამპანეური მარინა მე ხო გაგიშვი რატო დაბრუნდი რა დაგჭა რამე რა ხომ შედობა ეს რა ეს ბონდოს განთავისუფლების
შენაძირალა შენ. შეარა კაცო შენ. ერთი არ გიყო მეორე გაიჩინია რა. რას ვაბობ რა მე შენი მდივანი ვარ და მე შენი სატელეფონო ხაზები მაბარია. დაგავიწყდა შენ დაგავიწყდა რომ მე დირექტორი ვარ. დაგავიწყდა. არა კაცი ხარ შენ დირექტორი კი არა. ცხოლი ხო შენ თვითონ გაუშვი. გაუშვი. ხო და აი ახლა მდივანს ასევე დაგარგავ. დარჩები მარტო იმ შენ მახინჯ ნაშებთან ერთად. გასაგებია? მე შენ ბევრჯერ შეგვიდი, ნუ და არ შეგისრულე. გადიოთ ახლა. ეს საბოლოოა. გადიოთ ახლა. აი, ახლა გავიდე ოთახი და გაეთრიები. აჰა, თან გავეთრიო ესე იგი რა. ჩემ ფეხი აღარ იქნება აქ. ნუ იქნება. ჩათალაშკა. ბოზ. ისმენთ. ბატონო და სტუმარი ყავთ მიტო ბედიანაშვილი და კიდევ ვიღაც მოქალაქე პირად საკითხზე. როცა მოიცრეთ მიიღეთ, მე გავდივარ. მარინა. დიახ. სად არის მარინა? მარინა წავიდა ბატონო ნოდარ. ვინ ახლა შენ? მე სულიკო. დახურეთ კარი. გაბრძანთ გარეთ. კი ბატონო. მარინა. ამბობ ჩქარა. მარინა მეთქი. ამბობ ჩქარა. თანახმა. მარინა, რა ვიფიქრე იცი? შენ ხარ ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარული გონე. შენ ხარ დირექტორი, მე ვარ შენი მდივანი, მომაბეზრებელი მდივანი. კარგი რა, მარინა, კარგი რა, დაამთავრე. მთელი დღე მაგას იცახი, დირექტორი ვარ. ვარ იცი შენ რა გაგიჟებულ ლომს ახლა ხახაში რა ჩაუძვრე კაცო. ლომი ხართ? არა. აბა? ავჩარკა. ნუ მაშინ ლაჩარი. მაგოც. კაი, თანახმა ხარ თუ არა მითხარი. თანახმა ვარ. როდის? ხოლმე ველაპარაკები. და დღეს რატო არა? დღეს ახლა 15 წელია მელოდები და დღევანდელი დღე რომ მადრო რა მოხდება? მარინა ის კაცი რომ მელოდება მომაშორე. რომელი კაცი აი ეს რაღაცა როაძე სულიკო? სულიკო არა გულიკო, მიტო. აი მე ის მიტო მართლა 1 საათია გელოდება. რაღაცა 2 წუთის საქმე მოკო. რა დაგემართა რომ მიიღო შეგიძლია? რას მეუნები კაგებიშნიკია, ჩემი გაფუჭება უნდა. მე ნოდა როგორ მთელ სამყაროს შენი გაფუჭება უნდა, შენ კიდე ვერად და ვერ გაფუჭდი რა. შენ გახსოვს რო გიყვებოდი მოსკოვში სტუდენტობის დროს უსიამოვნება შემემთხო მეთქი. მოკლედ იქ რაღაც დაგვაწერინეს. ნუ სხვა გზა არ იყო. დაგვაწერინეს. რა დაგაწერინეს? იმაზე დამაწერინეს, იმაზე. ნუ დაგვაწერინეს. მე არაფერი ისეთი. ზალმა წერა და წერა, კალამი ვერ გააგდებინეს ხელიდან. კაი, და ეხა ამ კაც რა უნდა? ვერ ვიცი რა უნდა. იქნება გამწარებულია. 2 წუთით ითხოვს ჩემთან შეხვედრას. 2 წუთით რა უნდა? რა უნდა მოვასწროს 2 წუთში? რა უნდა გააკეთოს? 2 წუთით. მესურეს. კლავს რა?
რagazzi. ნოდარ. როგორი ვაჟკაცი მგონი ხარ? ერთი კურდღელი კაცი ხარ, ნუ. რატო არ მე კურდღელი? აბა ეგ მე რა ვიცი. შტერი რო ვარ მე ეს ვიცი. შინერი კაცი როგორ შემიყვარდა. მარინა, განა მე მეშინია. გავიქე. მარინა, განა მეშინია. მარინა! არ მეშინია. მოკლედ წასვლას არ აპირებს. ესე თქვა რომ აქ ხო გამოივლისო და აქ შევხვდებიო. ვაიმე დედა. კარგი შენ წადი მე რაღაც მოვიფიქრე. კაი, მე უნდა წავიდე, იმიტომ რომ ნოდიკოა ბიჭებთან ერთად მიტინგზე და არ მინდა რომ დიდხანს იყოს რა. ის მომაშორე და სადაც კი ნადიქ წადი. ისე იგი ხვალ. რა ხვალ? რა. ახო. ნოდარ. გავიგი. მალხაზი ხარ? მალხაზ გამარჯობა. ნოდარი ვარ როგორ ახარ? კარგად. მალხაზ, შენი მანქანა მჭირდება და რაც შეიძლება სწრაფად. არ, მუშა არ მინდა. კარი ჩამეკეტა სამსახურში შეხვედრაზე მივდივარ, ვერ მივდივარ. მალე შენ გენაცვალე, მალე. შენ აქედან გამიყვანე და მაღარიჭი ჩემზე იყოს, ხო გენაცვალე. კარგი. რა ხდება? ბატონი ბესარიანი მოვიდა, შემოვიდეს? შემოვიდეს კი ბატონი. ლენინს უტევენ. ძირს უთხრიან. აქვე. ორი კუჩის იქით. იქ უკვე ყველა სამსახურის თანამშრომლები დააფიქსირეს. ჩემი პირადი მძღოლი გავათავისუფლე. ვინც იქნება შემჩნეული, ყველა ასეთ ბედს გაიზიარებს. ეს არის გამოსავალი კონსტანტინოვიჩ. მე სხვა გზას აქ ვერ ხედავ. მარტო ეგ არ არის გამოსავალი. მისმინე. პეტიცია უნდა დაწერო. და მოსკოვში გადააგზავნო. ეს დაევალება ყველა უწყებას. დიახ, მე ბატონ დუგლას ვესაუბრე. ტექსტზე ვმუშაობთ. ხვალ იქნება მზად. ხვალსაღამოს. ესე იგი, საქმის კურსში ხარ. კონსტანტინოვიჩ. პარტიის ღირსებას. მარინა შემოდი.
იქ არის კიდე? კი, ხო გითხარი რას თქვა? თქვა, ეხლა რა თქვა? თქვა რომ გამოვა 2 წუთით დავინახავ. ხელში რა მეუჭირავს? შეამჩნია რა მეუჭირავს ხელში? კი, რაღაც პატარა ყუთი. ყუთი? რა უდევში? რა ვიცი რა უდევში კიდე. ნოდარ. ესე იგი ხვალ, ხო? ხო. ერთი და იგივე რამდენჯერ უნდა იკითხო. სანამ არ დავწუნდები და აღარ მატყუებ. Marina. იკა როგორ ახარ? კარგად, თქვენ? კარგად. დედა ხო კარგად არის? კარგად, მოგო. მამა, ასიმანეთი მაიტარა. ძალიან დიდი ბოდიში ბატონონოდა. დამაგრე. ამიტინგება თქვენი შაჭო. მაშინა ბაქიძის სტადიუმზე დამატოვეს. ვაუ, პონტო შეცველო რა ვახატო. დედა შენ დაგეცეთ დღეს. მე კიდე შენ დაგეცეთ დღეს. ბონდოს რატო დაეცე? იმიტომ რომ ქუთაისში უნდა წამოყვანოს. მე არ მეკითხო გიშვებენ ამ ქუთაისში, არ გიშვებენ. კაი, არ მითხრა ეგეთი რამეები, ხა 200 იმანეთი მჭირდება და მომეც. და 200 იმანეთი? მე გუში მოგეცი შენ ფული. ბევრი. რებს მეუნები, ხო არ გაგიჟდი. რა გავგიჟდი? შენ ეხლა ლაპარაკ ქუთაისში არა ისე. ბონდო მჭირდება უამრავი საქმეო გასაკეთებელი. აბა აქ მიტინგებია, იქ არაო, არა ქუთაისში არაო, აბა საჯანდაბაში ვიყო, ვერ გავიგე. ამიტინგება ხო შაჭამატვინი რა. ეს ბატონონოდა. ძვენია. ჩემი ვენახიდანა სუფთა ვაზის წრემლებია. რა ჩვენი? შენ დალე ვარ ვაშელება, ხო იცი? ვიგითხრა მე. მე თვითონ გადავწყვიტე. მოდი, იცი, ხო იცი? გამეცი. რა გუში გაწყდება. ბატონოდა. ცოტა ხანი გაგტოვებთ მე რა. კი. კარგი. წადი დაგიძახი. რა არის მამა, კალენდარს არ ხმარო? რატო არ ხმარო? თებერვალს მიჩვენებს. მე გასწორე. სადმე დიხარ ახლა? კალბატონმა ნათელამ კაპა გამატანა მკერავთან და 5-მდე უნდა მიუტანო. ბიჭო, შენ ჩემი მძღოლი ხარ თუ ნათელასი გაც. ჩემი მძღოლია, ჩემი ბონდო, ჯეიმს ბონდო. მივდივარ. ოჩა. არა, შენ დაძეკი. მოდი აქ. მოდი აქ. წავედი. ირაკლი. დიახ. გამზადი გარეთ. ბონდო! გასაღები მიესი ბიჭო. მანქანა არ წაიყვანოს. გაიგიდე დროზე.
ნოდარ. შიშვირა დაღავდა რა. ეშვები შენ სო? ხო გითხრე სარდალიო. თითე რა გაქვს არაფერი აქვს. თითე რა გაქვს არაფერი ქთალია შეხედა წამალი დალიე. წამალი დალიე. გავუშვი წადი შენ ზალიკო მონახეთ უთხარი შემოდი. წადი. აღარ დალიო. წადი. ბატონო ნოდარ, თამაზია თქვენთან. თამაზი? შემოვიდეს. მოდი. Привет, Тамаз, როგორ ასახმები? 4-ზე გამოსვლა მაგ და ვერ მოვასწრებო? გადავდა. თქვენი მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მაგის გარეშე იქ მისვლა არ მინდა. აი წერილი გავამზადე და ხელი მომიწერეთ. მოიცა თამა, შენ გენაცვალე, ესე როგორ შეიძლება, კაცო? ტექსტი უნდა შევადგინო მე. ეროვნული საქმეა, მნიშვნელოვანია, კაცო, ამდენი ხო უნდა გესმოდეს. ხო და შეადგინეთ. დაგიცდით. ეს პატივცემული ბელადი როგორ მოხდა აქ? ეს არ არის ჩემი სტილი. აი ასე. ძვირფასო ამხანაგებო. ბატონო ნოდარ, ამხანაგებო მგონი ცოტა კომუნისტურ აჭერს. მეგობრებო. ჩვენი სამშობლო რა ერთხელ ჩვენი სამშობლო საქართველო. ძვირფასო თანამემამულენო მოგმართავთ თხოვნით გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შეგრძნება და აი ეს წერილს ვერ წევდი. იცით თქვენ პროფკავშირებმა როგორი წერილი გამოაგზავნეს? ესეთი ერთსულოვანი ჟღუანტელის მომგვრელი იყო. დაგღუპავს ეგ სიფიცხეში. დამღუპოს! დამღუპოს! დღეს ჩვენი სამშობლო როა ესეთი ერთსულოვანი არასოდეს ყოფილა. უმარინა. ბატონო ნოდარ, ზალი მოვიდა. შემოვიდეს. მე ხლა მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. უნდა შევწყვეტო ჩვენ საუბარი. მე გავალ. გარე დაგელოდებით. ანა შენ წადი. შეწუხდები. მარინა დაგიკავშირდები. წადი. ვა, შეგევარა? სად დაიკავე? აღარა ვარ სულ. რო ვერ გხედავ? სასადილოში აღარ ჩამოვდივარ. დიეტა დამინიშნეს. ვინმე ხო არ მელოდება იქ? რა ვიცი, ვიღაცა ზიზგონი კუთხეში. თუ ვიღაცა იჯდეს. ზალიკო? ო. ტელევიზორისთვის ხო არ გიყურებია? რაღაცებს უყურე. რა არის რო? მოსკოვის ამბები გახსოვს? ჩვენი? კარგი რა თუ ზმახარ 35 წელი გავიდა იმის მერე. მოსკოვის ამბავში ვინ დაინტერესდებოდა? შენ რა ფიქრობ თუ ქვეყანა აირია ჩვენ ყველაფერს ამოგვიქეკავენ? ამოგვიქეკავენ, აბა რა სიზარი? ჩვენ რა საშა მიდარდოს იმან წერა რა წერა. ჩვენ რა კალამი ვერ გააგდებინეს ხელიდან. ორა შენ არ დაგიწერი არაფერი რა. არ ჩენ დააკელი.
ის ზესტაფონელი ბიჭი ახსენდება ხოლმე საწყალი. ვინ? აი რაღაცა სასაცილო სახელი ერქვა. ჩვენ კი გვიშველეს ჩვენმა პატრონებმა, მაგრამ ეგ თლათ უპატრონო ყოფილა ეგ საცოდა. გონი ეგ იყო ტელევიზიით. რა ერქვა? აღარ მახსოვს რაღაცა სასაცილო სახელი ერქვა. ხო. ისა რა ქვია? მიტროფანე. მიტო. ო, სულაგაზე დავცინოდით. მიტო, რატო მიტო. საწყალი. ზალიკო. ეგ ხო არ ამღრევს წყალს. არ არის გამორიცხული. ეგ რო გადასახლებიდან დაბრუნდა, პროფესორი გახდა. პროფესორი? ეგ ნახდათ კაგებეშნიკი იქნება. ეგ თუ კაგებეშნიკია? მაშინ მაგას იქნება წაკითხული თუ ექნება რაც დაწყო. Bunatela. Კი მოიტანა. კემრელი იყო ძალიან. კარგი. არა, არ ვიცი ალბათ, დამაგვიანდება. ხო და აბა. თუ ყველაფერი წაკითხული ექნება, დაგერხა ძმაო და ეგ არის. მე რატომ? რატომ და შენ არ დაწერე მაგაზე? თქვენ არ დაგიწერია? მე და საშას ერთმანეთზე დაგვაწერინეს. რა იცი? კარგი, დაივიწყე. ზალიკო. შენს კაგებეშნიკი ხარ? არა. მე და შენ ორივე კაგებეშნიკები ვართ. რა დაგემართა ბიჭო? მამაჩემმა გამოატანინა საიდუმლო თავის დროზე ეგ საბუთები. მამაშენმა გამოატანინა? ხო. მე რატო არ მითხარი მე? შენ ტომეულები ქონდა ძმაო დაწერილი და. კარგი, რატო ნერვიულობ, რა მოგივიდა? ჩვენ გარდა საქართველოსთან 100 კაცი სწავლობდა იმ უნივერსიტეტში. თითო ფურცელი ყველა მათგანს ექნება დაწერილი. კარგი, შემონოდარ წავედი. შვილი მელოდება საბავშვო ბაღში, აბა. შენიც. კიდე რამე ხო არ გინდოდა თუ მარტო მას დამიბარე? არა, წარ. აბა ჰე. ზალიკო. ო. დავლიოთ რა. დიეტაზე ვარ. ხელი მომიწერე. რა არის ეს? შენი პირობა. მარინა, ჩემოსაყვარელო. იცი როგორ გავაკეთოთ? ესე იგი არ აწერ. მარინა. ნათელა ამას ვერ გადაიტანს. მარინა. კარი შენი.
რატომ მოვიდა? გორ არ მოვიდა ბიჭო. ხო გელოდებოდი, მანქანა ხოლმე მოსულიყო. რა მწვანე, რა წითელი. ლურჯი. ბიჭო, მანქანა გამოუშვი დროზე მკლავენ თქვენი დედამი ხარ ბიჭო. შეიძლება? ვერ მიცანით, ხო? მიტოვა. ბედიანიშვილი. მიტო. რამდენი წელი გასო? 35. 35. შემევედი. არაფერი არ ვიცოდი აქამდე. სულ ახლა გავიგე შენ შესახებ. როდი ჩამოყვდი? გუში. სად გაჩერდი? არავინ არ მინახავს. შენთან მქონდა საქმე. ჩემთან? ო, რა საქმე? წიგნი დავწერე. წიგნი დაწერე? ხო, მართლა? ჩვენ ამბავს. ყველაფერი დაწვრილებით ავწერე. ყველაფერი გულწრფელად, დეტალურად ავწერე. რაც რამე იყო. დიდი ტირაჟი გემევიდა. მიტო. მე შენთან ჩამოსვლას ვაპირებდი იქ. შენ? ო? აი, ისა მოდარჩემო. თუ ოდესმე მაპატიებ ხო? მიიღე ჩემგან. აღსარებად. არიცი ახლა შენ. მე შენზე დამაწერიეს ბიჭო რაღაცეები. ვითომ შენ მომენტში ხახალთები რაღაცა გასავრცელებლად. უილე. ნუ შენი ყავი თურმე ამ იდეის ავტორი და რაღაცე. მე არა ვიცი, არ გავსახდი. თქვენ გადაგასახლეს. მე ავი მღოტიალე 1-2 წელი, მე დამიჭირეს, მახეხიეს, ზატუნი აცტვა. როგორ გითხრაი? მე რომ გადამასახლეს, ალბათ იმით ვერ მასახლეს ბოლომდე რომ თქვენ დაგასახელეთ რა. მომაწი, ჩემო. იეგრეს ჩემთან ნახსარება. შენდაც მიტო. მომაწი. უნამუსობით არ მოსვლია, ნუ და რა, უწყობით მომივიდა ეს. და ინახე რანაირი ციგნი გამოვიდა ბიჭო. აი, ინახე. როგორი მეგობრები ვიყავით, რა ვარ, ახალგაზრდები ვიყავით. მე დავლიოთ ხა მე და შენ. არა, შენი ჭირიმია. არა, შენი ჭირიმია. ნათელას ურეკავ. ერთ წუთში არ შეაწუხო შენ. რა შეწუხება ნათელას და რას მელაბანაგე. მოიცა. ბიჭო, საშა მყავს სანახავი. ბიჭო, იმასთანაც საშას დაურეკოთ, ლიანასაც წამოიყო და დავწლები. არა, ჩემი მოსაგვარებელი მე უნდა მოვაყორო. გეხვეწები, წავედი, გავიქეცი. მოიცა, ზალიკო გახსოვს? ზალიკო რა არ მახსოვს. აი, ახლა იმ წუთში გავიდა აქედან, ცხვირწირო გაგიერა, რატო ვერ შეამჩნდი? ვერ იცანი ხო?
ბიჭო, ზალიკოი. ხო. ზალიკო წამოიყვანს თავის ოჯახს და დავსხდებით. არა, გენაცვალე. არ ვიქნები, ვისადი. კაი, არ ჩერდები. ბიჭო, სად მოგდა ხომაინთის მითხარი, სად გეძებო? ბიჭო, მე თვითონ მოვა, კაცო. რა მონახვა მე? როგორ დაგიშო ეხლა? აქ არა ვარ, ჩამოვედი, მოვალ შეკაცო. თითო ჩიკა. არა, დღეს არ გამოვა, შეჭირს. როდის იხვეწები? როდის? ხვალე გამოგივლი მე. ხვალ. ხო, სიტყვა. აი, არტო, გელოდები. დიდი მადლობა. კარგად ვიყო. გელოდები. ვიტო! და რა გეჩქარებოდათ? რა უკნა ბატონო, განაკეტილია მთელი ქალაქი და იზრ ავახშირად გიფრთხდებათ ეს კარები. ხელოსანი თუ არ ყავს მე გაგიკეთებ. ეს არა. აბა როდის? ხვალ. იყოს ხვალ. გამარჯობა ბატონო და. გაუმარჯოს. გამომართვე. ნოდარ. ბოლო ჯერ გთხოვ რა. ოღონდ ბოლო. კი. ნოდი კოცხო შენი შვილი. მალე ინსტიტუტში აბარებს. რა გაგიხდა ამგვარის მიცემა, ჰა? დააშავა რამე. ნათელამ დააშავა რამე. ნათელამ დააშავა. რა დააშავა? აი ის დააშავა რომ მის ქმარს 20 წელია საყვარელი ყავს. მის ქმარს რომ საყვარელი ყავს, ნათელას ბრალია? აბა ვისი ბრალი? ჩემი! დიახ. ვინ ახალ შენ? მე სული. რა გნებავთ? ბატონმა ვიტალიმ რო დარეკა ჩვენი ორგანიზაციის ღონისძიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. გამარჯობათ ხალხო. რა აზრის ხართ თქვენ? ბატონო ნოდა. თქვენი მიმართვა? თქვენ ხო შემპირდით? თამას! კომუნისტების საქმე წასულია. ასე რომ არავით არ მიმართვა. შენ ტელევიზორი გამოვდე და ოთახს მიხედე. სულიკო? დიახ. ვიტალის გადაეცი. მე წავედი. გაუში. იქიდან ვერ წამოხვედი? გადაკეტილი. აქედან მოსულიყავ. აქედანაც გადაკეტილი. მომდევნო მომსულიყავ. ძლუს ამოვაყოლე. მარა მესეჩი. მილდი ვარ მილხვები და სემგონია. ისების ბიჭი ვარ ხუჯუჯა პატარა. მილდი ვარ მილხვები და სემგონია. ისების ბიჭი ვარ ხუჯუჯა
ხუჯა პატარა საყვარელ ქუჩაზე წილვალე თვალია მიყვები მომყვება ხეივნის საჭრილი საყვარელ ქუჩაზე მრავალი ქალია მრავალი ქალია მაისის ყვავილი საყვარელ ქუჩაზე მრავალი ქალია მრავალი ქალია მაისის ყვავილი მრავალი ქალია მაისის ყვავილი